ჯორიან სპაიერსმა, კომპანია HoloConnect-ის მეთაურმა ტექსასში, ოსტინში, მოწინავე ტექნოლოგიის გამოფენაზე ჩასვლა ვერ მოახერხა, რამაც მისი შემუშავებით დაინტერესებული მომხმარებლებთან ურთიერთობაში ხელი არ შეუშალა. რასაც რეალური დროის რეჟიმში 2 მეტრიანი კამერა HoloBox-ის მეშვეობით აკეთებს, რომელიც სპაიერსის სამგაზობილებიან გამოსახულებას ქმნიდა. მოსაუბრეთა ხელის ჩამორთმევის და ჩახუტების იმიტაციასაც კი აკეთებდა. კომპანია HoloConnect მიიჩნევს, რომ მათი შემუშავება, რომლის მინი ვერსიაც გამოდის, ადამიანებს აერთიანებს, ურთიერთობას უფრო პირადსა და მიმზიდველს ხდის. ადგილზე მოწყობილობის აუდიო-ვიდეო შესაძლებლობების გამოცდა ყველა მსურველს შეეძლო. ადამიანებში შეგვიძლია ყოფნის შეგრძნების შექმნა, შეუძლიათ ერთმანეთს თვალებში უყურონ და ყველაფერი უკიდურესად დიდი სიმკვეთრით დაინახონ. რის წყალობითაც იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მოსაუბრე მახლობლად იმყოფება. ნაწარმის აღსაწერად კომპანია იყენებს სიტყვას ჰოლოგრამა, მაგრამ სტერლინგი ამბობს, რომ სინამდვილეში ეს არის 3D ბოქსი, რომელშიც დაპატენტებული აღჭურვილობა გამოიყენება. ლამინირებულ დისპლეიზე 150,000 ლუმენის სინათლის ნაკადით 4K გამოსახულების პროექცირების საშუალებას იძლევა, რაც მოცულობის შეგრძნებას ქმნის. ამგვარი ტექნოლოგია დიდი ბრენდების მიერ სასტუმროებში სენსორული ეკრანების მქონე სტენდებზე მარკეტინგული ხელსაწყოს სახით უკვე გამოიყენება. როიალ გეისბერგსი 70 Degrees მარკეტინგული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორია. მისმა გუნდმა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს HoloBox-თან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს. ჩვენი ტექნოლოგია HoloBox-ის გამოყენების საშუალებას იძლევა სარეკლამო ნივთებთან ურთიერთქმედებისთვის, ანუ კომერციულ გამოყენებასაც უპოულობთ. ფუფუნების საგნების დაწვრილებით დათვალიერება შეიძლება. HoloBox-ის გამოყენების კიდევ ერთი დარგია ავატარების გამოსახულება. რეალისტური ავატარის შექმნა კომპანია AI ავატარმა, რომელსაც ამჟამად სამხრეთ კორეაში ახალი ამბების ტელეწამყვანის სახით იყენებენ. AI ავატარის მენეჯერი სონ ჰოლი ტექნოლოგიაზე დიდ იმედს ამყარებს. გვინდა HoloConnect-თან თანამშრომლობა, რათა ვაჩვენოთ თუ რისი უნარი შესწევს ციფრულ ადამიანს. HoloConnect-ში აცხადებენ, რომ მათი შემუშავება წელს ზოგიერთ საავადმყოფოში გამოჩნდება, რაც პაციენტებს მთელს მსოფლიოში ექიმის კონსულტაციის საშუალებას მისცემს. Динамит Андрей Деркач, Сергей Дагатарь специально для программы «Детали».